მოგესალმებით. უკრაინაში კორუფციული სკანდალები ახალ სიმაღლეებზე გადის. უკვე ყველაფერი ისეთ დონეზე არის მისული, რომ ევრობიუროკრატიაშიც კი იძულებული არიან უკრაინის კორუფციის მასშტაბებზე ისაუბრონ. ჩვენს უკრაინაში კორუფციაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ბოლოს ასეთი სკანდალის გახეთქვამ ზელენსკის რამდენიმე მეგობრის, მათ შორის ტიმურ მინდიჩის უკრაინიდან გაქცევა გამოიწვია. თავისთავად მაშინვე ყველა მიცოდა, რომ ეს სკანდალი აისბერგის წვერი იყო. უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ გახსნილმა საქმემ და გამოძიებამ აჩვენა, თუ როგორ მოიპარეს უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი დოლარი. ტიმურ მინდიჩის ბინიდან ოქროს ტუალეტის სურათები ბევრს დაამახსოვრდა და ამ სკანდალისა და სამეგობროს ღირებულებების სიმბოლოდ იქცა. არ გასულა რამდენიმე თვე და ახლა უკვე ზელენსკის უახლოესი გარემოცვის მეორე წევრი და მისივე ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი ერმაკი გაეხვა დიდ სკანდალში. საუბარია 10 მილიონი დოლარის გათეთრების სქემასა და კიევის მიმდებარედ მდიდრული სახლების მშენებლობაზე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. როგორც გამოძიებით გაირკვა, ერმაკს პირადი მკითხავი ჰყოლია, რომლისგანაც რჩევებს იღებდა. მედიაში იმაზეც არის საუბარი, რომ თანამდებობებზე პირების დანიშვნა სწორედ მკითხავის რეკომენდაციით ხდებოდა. დღეს უკრაინაში ომის ფონზე მიმდინარეობს ევროკავშირის გადაიარაღებისთვის მილიარდების გადასროლა სამხედრო მიმართულებით და მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირი ომისთვის მზად უნდა იყოს. უკრაინის ომის ფონზე ხდება ევროკავშირის ეკონომიკის დასუსტებაც. მაშინ, როდესაც ევროკავშირისა და პირველ რიგში გერმანულ ავტოწარმოებას სერიოზული სირთულეები აქვს, ათასობით თანამშრომელი კი უმუშევარი რჩება. გადაიარაღების აუცილებლობის ახსნა ევროკრატებს მხოლოდ უკრაინის ომით შეუძლიათ. თუმცა არ შეუძლიათ გადაიარაღების აუცილებლობაში ევროპელების დარწმუნება. ამიტომაც ხდება, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები ფრიდრიხ მერსი, კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი რეიტინგების ფსკერზე არიან. სტარმერის პრემიერობის დღეები, როგორც ამბობენ, დათვლილია და მის გადადგომას დღე-დღეზე ელოდებიან. აღარაფერს ვამბობთ ბრიუსელის ბიუროკრატიაზე, ურსულა ფონ დერ ლაიენზე, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლაზე, რომელთა სახელები ალბათ საქართველოში უფრო კარგად იციან, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. უკრაინის კორუფციული სკანდალის გარშემო კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა შემოიტანა. ტაკერ კარლსონთან მან ყველაფერი ის მოხვა, რასაც წლების განმავლობაში ხედავდა და რაზეც უამრავი ეჭვი არსებობდა. ასეთი კორუფციული სკანდალებისა და განცხადებების ფონზე ევროკრატები ისევ იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინის სამხედრო მანქანას მეტი დახმარება სჭირდება. ნაცვლად იმისა, რომ ევროპარლამენტი უკრაინაში კორუფციაზე რეზოლუციებს იღებდეს და რასა იუკნევიჩიენე გამქრალი მილიარდების პოვნას ითხოვდეს, ევროპის ქვეყნები უკრაინასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე ხელშეკრულებებს აფორმებენ. ანი ნადირაშვილის სიუჟეტში ნახავთ ანდრეი ერმაკისა და მისი კორუფციული სქემების შესახებ. ხვალ ჩვენ მივიღებთ გაფართოების პაკეტს, რომელიც ხას გაუსვამს უკრაინის გამორჩეულ ერთგულებას თავისი ევროპული გზის მიმართ გასული წლის განმავლობაში. კომისიის მესიჯები ნათელია. უკრაინა მზად არის წინსვლისთვის. უკრაინა შესაძლოა 2030 წლამდეც შეუერთდეს ევროკავშირს თუ რეფორმების ტემპს შეინარჩუნებს. ეს ფონ დერ ლაიენის სიტყვებია. ევროკრატების ლიდერი მანამდეც და მერეც ბევრჯერ იტყვის, რომ უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა. თან თავისუფალი სამყაროსთვის იბრძვის და თან ევროპულ რეფორმებს ატარებს. ლაიენი უკრაინას ევროკავშირის პოლიტიკური და ღირებულებითი სივრცის ბუნებრივ ნაწილად ხატავს. ირწმუნება, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არის. მაგრამ ამ კონკრეტული ფრაზებიდან ერთი წელიც არ გაივლის, როცა გვეტყვიან, რომ უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე მკითხავს ჰქონდა გავლენა და არა ხალხს, როგორც ამას უკრაინის კონსტიტუცია განსაზღვრავს. ერმაკის სასამართლო პროცესზე მსოფლიო ტაროზე მკითხავ ვერონიკა ფენგშუის გაიცნობს. ტელეგრაფი წერს, რომ ქვეყნის ყურადღება არც ერმაკისთვის წაყენებულ კორუფციის ბრალდებას მიუპყრია და არც მისთვის შეფარდებულ 140 მილიონი გრივნის, 2.4 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის გირაოს. მთავარი ყურადღების ცენტრში დგება მის ტელეფონში შენახული კონტაქტი ვერონიკა ფენგშუი. ბატონი ერმაკი პოლიტიკური კრიზისების პერიოდში რჩევებისთვის მკითხავს მიმართავდა, ხოლო მისტიკოსი ვლადიმერ ზელენსკის ყოფილ თანაშემწეს მოუწოდებდა საკუთარი მტრები ჩამოეშორებინა.
France 24 ბრალდების მიხედვით წერს, რომ ერმაკი 51 წლის ასტროლოგს მინისტრობის კანდიდატების დაბადების თარიღებს აწვდიდა და ვარსკვლავების პასუხის მიხედვით წყვეტდა, ვისი დანიშვნა იყო ყველაზე ხელსაყრელი და ვისი არა. სასამართლო მოსმენების დროს პროკურორები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ერმაკს ჰქონდა საიდუმლო ტელეფონი, რომელსაც რეგულარულად იყენებდა კიეվել ასტროლოგთან, ვერონიკა ფენგშუისთან. 51 წლის ვერონიკა ანიკიევიჩთან დასაკავშირებლად, რათა მისგან სახელმწიფო დანიშნებთან დაკავშირებით რჩევები მიეღო. მტკიცების მიხედვით ერმაკი ასტროლოგს კანდიდატების დაბადების თარიღებს აწვდიდა, ხოლო ასტროლოგი თავის მხრივ უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიან ადამიანს ატყობინებდა თუ ვარსკვლავების მიხედვით ვისი დანიშვნა იყო ყველაზე ხელსაყრელი. არადა ანდრეი ერმაკს იგივე დასავლეთ მედიაში ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევდნენ. პოლიტიკო მას მოიხსენიებდა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის გავლენიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, კულისებში მდგომ მთავარძალად და რეალურ გავლენიან ფიგურად, რუხ კარდინალადაც კი. Financial Times-ი პირდაპირ წერდა, რომ ის უკრაინის ომის პერიოდის კიდევ ერთი ლიდერია. დაიწერა ისიც, რომ ერთ-ერთი ტაროს სეანსის დროს მკითხავმა ერმაკს ქვეყნის დატოვებაც კი ურჩია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ეს რჩევა არ გაითვალისწინა. დარჩა და დააკავეს. ბრალი კორუფციაში წაუყენეს. მანამდე ის გადადგება. გასული წლის ნოემბერში ოფიციალურად დატოვებს. ანდრეი ერმაკის საქმეში მთავარი ბრალდება ეხება კორუფციასა და ფულის გათეთრებას. გამოძიების ვერსიით უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში მოქმედებდა სქემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო კომპანიიდან, ენერგოატომიდან დიდი თანხები. საუბარია დაახლოებით $100 მილიონ. სხვადასხვა ატკატებისა და კორუფციული გარიგებების გზით იფლანგებოდა. გამოძიებაში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად სახელდება ზელენსკის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ტიმურ მინდიჩი. საქმის მასალების მიხედვით, პროკურორები ფიქრობენ, რომ ეს ჯგუფი გავლენას იყენებდა სახელმწიფო კონტრაქტებზე და მიღებული თანხების ნაწილი უკანონოდ ნაწილდებოდა. უშუალოდ ერმაკს ედავებიან, რომ იცოდა ამ სქემების შესახებ. იყენებდა თავის ძალაუფლებას დანიშვნებსა და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად და შესაძლოა მონაწილეობდა თანხების გადამალვასა და გათეთრებაში. სწორედ ამიტომ ჩატარდა ჩხრეკები მის ოფისებში და საბოლოოდ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თავად ერმაკი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მე უკრაინაში ვრჩები, დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ანტიკორუფციულ ოპერაციას მიდასი ეწოდა. საქმეში ზელენსკის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ტიმურ მინდიჩიც ფიგურირებს. გამოძიების მიხედვით, სწორედ მინდიჩთან დაკავშირებულ მიწებზე შენდებოდა რამდენიმე ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი კიევის მახლობლად, სადაც ფიგურირებს ერმაკის სახელიც. საუბარია ძვირად ღირებულ ვილებსა და დახურულ რეზიდენციებზე, რომლებიც გამოძიების მიხედვით შესაძლოა კორუფციული სქემებიდან მიღებული ფულით ფინანსდებოდა. საინტერესოა, რომ ხმაურიან სკანდალს ბრიუსელშიც საკმაოდ ფრთხილი რეაქცია მოჰყვა. გულწრფელად გეტყვი, ვეძებე და რამე ხმამაღალი განცხადება ერმაკის დაკავებაზე ვერ ვიპოვე. არადა, საუბარია იმ ფულზე, რესურსებსა და დახმარებაზე, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას ფრონტის ხაზზე სჭირდება. ზელენსკი ასეთი რეპუტაციული დარტყმის არიდებას ანტიკორუფციულ უწყებებზე გავლენის გაძლიერებით შეეცდება. ეს უწყებები რომ დაიმორჩილოს, ერმაკსა და მისი გარემოცვის სხვა მნიშვნელოვან ფიგურებზე გამოძიება რომ შეწყვიტოს, რადაში სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები შეაქვს. ახალმა რეგულაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მეტი გავლენა უნდა მისცეს, როგორც ნაბუზე და საბზე. თუმცა პროტესტისა და კრიტიკის ფონზე ზელენსკის მოუწევს ეს ინიციატივა უკან გაიწვიოს. ნაბუ და საპი გამოძიებას გააგრძელებენ. შედეგად მინდიჩი უკრაინას ტოვებს და ისრაელში გარბის. ერმაკს დააკავებენ. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე დღეს დაჰყოფს. დიდი გირაოს გადახდის შემდეგ გარეთ გამოვა და თითქოს სკანდალის ისტორია აქ უნდა დასრულდეს. თუმცა ყველაფერი სწორედ კორუფციული საქმის პარალელურად ვითარდება. თუ ომში მყოფი ქვეყნის ძარცვის საქმეში ზელენსკის უახლოესი გარემოცვა ფიგურირებს, თავად პრეზიდენტი კი ამ საქმეში ამ დრომდე მხოლოდ ირიბად ჩანს. ახლა სკანდალი უკვე სრულიად სხვა მასშტაბს იძენს. რასაც ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი იტყვის, თავისუფლად შეიძლება ნამდვილ პოლიტიკურ და ემოციურ სკანდალად შეფასდეს. BBC მას მთელ ფილმს უძღვნის. ამბობს, რომ ის ჩერჩილია iPhone-ით ხელში. საბოლოოდ კი თანამედროვე ჩერჩილად გაპიარებული ფიგურა, რომელსაც ხელს ართმევენ და ტაშს უკრავენ, ყოფილი პრესმდივნის განცხადებით არის მმართველი, რომელიც მშვიდობის გზაზე მთავარი დაბრკოლებაა. საკუთარ ქვეყანაში ომის დასრულება არ სურს. ომს აწარმოებს როგორც ბიზნესს. დემოკრატიასა და თავისუფლებაზე კი იმდენად არაფერი ესმის, რომ ჩერჩილის ნაცვლად ფაშისტების პროპაგანდისტს გებელს ბაძავს. და ეს ყვითელი პრესის ჭორები, საეჭვო რეპუტაცია ექსპერტების შეფასებები, ოპონენტების შეფასებები ან რუსული პროპაგანდისტული ნარატივი არ არის. ზელენსკის საკუთარი ყოფილი პრესმდივანი ამხელს. იულია მენდელი ხმაურიან ინტერვიუს ტაკერ კარლსონს აძლევს.
კიდევ ერთი ციტატა იყო დიქტატურა წესრიგია. მაშინ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინა დემოკრატიისთვის მზად არ არის და რომ დიქტატურა წესრიგია, დემოკრატიის სახე იყოს. ეს ამ ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ფრაზაა. იოლია რუსულ პროპაგანდას მიაწერო, თუმცა ბოლო დროს იგივე დასავლეთის პრესაში სულ უფრო კრიტიკული ხდება ზელენსკის მიმართ ტონი. ტაკერი რესპონდენტს ეთანხმება. ადამიანს, რომელმაც არჩევნები გააუქმა და რომელიც მისი თქმით უკვე რეალურად არჩეული პრეზიდენტი აღარ არის. დემოკრატიის სახე ვერ იქნება. მენდელი ზელენსკის კარგად იცნობს, უნახავს ის კულისებში. კრიზისების დროს ის ინსაიდერია, იცნობს კონტექსტს, შინაარსს. წლების განმავლობაში აკვირდებოდა მისი ადამიანებთან ურთიერთობის სტილს, მოქმედების მანერას. ამიტომაც იტყვის, რომ ის, რასაც ჩვენ კამერებით ვხედავთ, ხელოვნური მედია რეალობაა. დემოკრატი, პროგრესული და თავისუფლებისთვის მებრძოლი პრეზიდენტის იმიჯი სინამდვილეში მხოლოდ პოლიტიკური ტექნოლოგიებით შენდება. საზოგადოება რეალურ სურათს ვერ ხედავს. რომ დაინახოს, უნდა იცოდეს, რომ თავად ზელენსკი ჩერჩილს კი არ ბაწავს და ედრება, არამედ ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტ გებელს. შემოგვხედა და ძალიან გაღიზიანებული ტონით თქვა, მე გებელსის პროპაგანდა მჭირდება. მჭირდება გებელსის პროპაგანდის ათასობით მოლაპარაკე თავი. ანუ იოზეფ გებელს გულისხმობდა ნაცისტურ პროპაგანდისტს. დიახ, ჰიტლერის მთავარ პროპაგანდისტს, ჩვენ კი იმდენად შოკში ვიყავით, რომ სუნთქვაც კი შეგვეკრა. მენდელი ამბობს, რომ არსებობს ორი ზელენსკი. ერთი, რომელსაც პროპაგანდისტული მედია ქმნის, როგორც ჩანს სწორედ გებელსის პროპაგანდის სტილში, და მეორე რეალური ზელენსკი. ის არ არის ის ადამიანი, რომელსაც კამერაში ხედავთ. უპირველეს ყოვლისა, ის არ არის ის ადამიანი, რომელსაც კამერების წინ ხედავთ. ის სრულიად განსხვავებული ადამიანია. ის მუდმივად იცვლის ნიღბებს, ემოციურად არაკონტროლირებადია. ხშირად ისტერიულია და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი უბრალოდ სახარჯი მასალაა. მას არ აქვს ის ემპათია, რომელსაც თამაშობს. მენდელი ამბობს, რომ ის უბრალოდ ცუდი მმართველი კი არ არის, ან მხოლოდ ემოციური არასტაბილურობა კი არ ახასიათებს. ამასთან ერთად მანიპულატორია. ომს პოლიტიკური გადარჩენისთვის იყენებს. ომის დასრულება არ სურს, რადგან მისთვის ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. გარდა ამისა, 2022 წელს ის დათანხმდა დონბასიდან ჯარების გაყვანას. ახლა კი უბრალოდ ეს დაივიწყა და ახალ როლს თამაშობს. ეს ომი უკვე შავ-თეთრი აღარ არის, უფრო რაღაც ბნელია და კიდევ უფრო ბნელი. ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა გაიგონ, თუ უკრაინის მხარდაჭერას სურთ, ამის ერთადერთი გზა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაა. უკრაინისთვის ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა, რადგან დარწმუნებული ვარ, უკვე გაქრობის ზღვარზე ვდგავართ. საინტერესო ინფორმაცია ჩნდება დანიურ მედიაში. ერთ-ერთი გამოცემა წერს, რომ ანდრეი ერმაკის კორუფციულ სკანდალს დანიასთან ჰქონდა კავშირები. ექსტრა ბლადეტი თავისი საგამოძიებო ჟურნალისტიკით არის ცნობილი. ამ გამოცემის მიხედვით ერმაკი წლების განმავლობაში ქმნიდა საერთაშორისო კონტაქტების ქსელს. დანიაში მას გავლენიან პოლიტიკოსებთან ჰქონდა ურთიერთობები. ახლა მის მიმართ კორუფციული ბრალდებების ფონზე ასეთ კონტაქტებზე კითხვები ჩნდება. მაგრამ უკრაინაში ამ დიდი და სერიოზული სკანდალების მთავარი ფიგურანტები შესაძლოა ჯერ კიდევ არ ჩანან. სამაგიეროდ ამ ხმაურმა კიდევ ერთხელ და თანაც ძალიან მკაფიოდ წარმოაჩინა, რამდენად წინააღმდეგობრივად მოქმედებს თანამედროვე ევროპული ბიუროკრატია, როდესაც საქმე საკუთარი პოლიტიკური ნარატივისა და ინტერესების დაცვას ეხება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ინფორმაცია შეიძლება მათ მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკას ან საჯაროდ შექმნილ სურათს აზიანებდეს. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ რამდენიმე თვის უკან ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია პოსტივისა და იმედის წინააღმდეგ გალაშქრება. როიტერის მიხედვით ბრიტანულმა მხარემ არხები დაადანაშაულა. ომის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებაში, მათ შორის ისეთების, რომლებიც უკრაინის დესტაბილიზაციას ან მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას უწყობს ხელს. თუმცა პარადოქსი სწორედ ისაა, რომ გარკვეული თემები, რომელთა გამოც ეს მედია პლატფორმები ადრე პრორუსულ პროპაგანდაში იყვნენ დადანაშაულებული, დღეს უკვე თავად დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში განიხილება. ტაკერ კარლსონის ინტერვიუ ზელენსკის ყოფილ პრეს-სპიკერ იულია მენდელთან ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში საუბარია უკრაინაში ძალაუფლების კონცენტრაციაზე, არაფორმალურ მმართველობაზე, ზელენსკისა და ერმაკის განსაკუთრებულ გავლენაზე, კორუფციულ სკანდალებზე. ანუ ის საკითხები, რომელთა განხილვაც ადრე ავტომატურად დეზინფორმაციიდან კრემლის ნარატივად ინათლებოდა, დღეს უკვე დასავლური მედიის ნაწილში ღია განხილვის საგნად იქცა. საბოლოოდ ეს ყველაფერი აჩენს უფრო ფართო კითხვას. რამდენად იცავს დასავლეთი იმ პრინციპებს, რომელთა სახელითაც მოქმედებს? კიდევ რამდენ ხანს შეძლებს უკრაინის ხელისუფლება ასეთი კორუფციული სკანდალების ფონზე მართვას, რთული სათქმელია.
მიუხედავად ამისა, ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის არსებითი არის Deep State-ის დავალებების შესრულება, ანუ ომის პოლიტიკა და სამშვიდობო პროცესის მაქსიმალური ხელშეშლა. ამიტომაც ხდება, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ან ამერიკელები დაიწყებენ მოლაპარაკებებს რუსეთთან, ან რაიმე ინიციატივა გაჟღერდება, ევროკრატები მუდმივად ცდილობენ დაძაბულობის შენარჩუნებას. თუმცა როგორც ჩანს, ეს დასასრულს უახლოვდება იმ ფონზე, რომ თავად ევროპელ ლიდერებს უწევთ რეალობის აღიარება და მშვიდობაზე საუბრის დაწყება, რაც ადრე არ ხდებოდა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.